ეთერშია კურიერი 6 საათზე ახალ ამბებს თამარ ურუჩაძე გაგაცნობთ. საქართველოს პრემიერ-მინისტრის სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო კომისიის ფორმატში საწვავის მსხვილი კომპანიების არომადგენლებს შეხვდა. განიხილეს ფასები და შესაძლო შემცირების რესურსი. გაკეთდა განცხადება, რომ სასურსათო პროდუქციისგან განსხვავებით ევროპულ ქვეყნებთან შედარებით საქართველოში საწვავის ფასები გაცილებით დაბალია, რასაც მათ შორის განაპირობებს აქციზის დაბალი გადასახადი, რომელიც სამჯერ ნაკლებია ევროპულ ქვეყნებში არსებულ ტარიფზე. მიუხედავად ამისა, ითქვა, რომ ფასების შესაძლო შემცირებასთან დაკავშირებით დისკუსია შესაძლებელია. მთავრობის მეთაურმა მოისმინა მოსაზრებები, მხარეები შეთანხმდნენ, რომ დიალოგი გაგრძელდება. დისკუსია მომავალი კვირიდან საპარლამენტო კომისიის ფორმატში გადაინაცვლებს. ყოველი დღე იცვლება მსოფლიოს სამთავრობო ბაზრებზე ფასები. აი რა იქნება, როგორ იქნება, რა გამოსავალი იქნება, აი ამას განსაზღვრავთ. ჩვენ ხო დამოკიდებული ვართ ყიდვაზე და გაყიდვაზე. ანუ ჩვენი სექტორი მთლიანობაში არის დამოკიდებული იმპორტირებულ პროდუქტზე. აქედან გამომდინარე, ჩვენ არ ვიცით იმ დღეს რა იქნება. ჩვენ არ ვიცით პლაცების ფასები რა იქნება იმ დღეს. ამიტომ მოვლენებს წინ გავასწრებთ. უშუალოდ აღინიშნოს, რომ საშუალო ევროპულ ფასთან შედარებით საქართველოში საწვავის ფასები არის დაბალი, საგრძნობლად დაბალი, რაც განპირობებული არის იმ საგადასახადო კანონმდებლობით, კერძოდ აქციზის განაკვეთით, რომელიც არის სამჯერ უფრო ნაკლები, ვიდრე ევროპის ქვეყნებში, შესაბამისად ქართული ფასები ევროპულთან შედარებით დაბალია, თუმცა ამის მიუხედავადაც ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას საწვავის კომპანიებთან, რათა მოვნახოთ სივრცე ფასების შემდგომი კლების. ჩვენ დეტალურად ვიმსჯელეთ იმ მდგომარეობაზე, რომელიც დღეს საქართველოშია, ისევე როგორც გლობალურად არის. ერთის მხრივ, რა თქმა უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში საწვავის ფასებს თუ შევადარებთ ევროპის ქვეყნებს, ჩვენ ვხედავთ, რომ საგრძნობლად ნაკლებია საქართველოში საწვავის ფასები, რაც რა თქმა უნდა განპირობებულია იმ სწორი პოლიტიკით, რასაც საქართველოს მთავრობა ატარებს უშუალოდ აქციზის საფასურთან მიმართებაში, რომელიც საშუალოდ არის სამჯერ უფრო ნაკლები, ვიდრე ეს არის ევროპის ქვეყნებს შორის და ეს არის რა თქმა უნდა მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი, თუ რატომ არის საქართველოში საწვავი უფრო იაფი, ვიდრე ევროპის ქვეყნებთან მიმართებაში. ჩვენ მიუხედავად ამისა, ამ მიმართულებითაც ვაგრძელებთ მუშაობას და რა თქმა უნდა სახელმწიფოსთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ კერძო სექტორთან ერთად ჩვენ განვაგრძოთ მუშაობა და მსჯელობა, თუ რა რესურსი შეიძლება მოვნახოთ ერთიანი ძალისხმევით იმისთვის, რომ საწვავზე ჩვენი საზოგადოებისთვის გაიაფთეს ფასები. პარლამენტში შეიქმნება ფასების შემსწავლებელი კომისია და ეს კომისია შეისწავლის ფასებს საკვებ პროდუქტებზე, სწრაფმოხმარების საქმეებზე, მედიკამენტებზე და ასევე საწვავზე. კომისიის მიზანი არის, რომ დეტალურად გავეცნოთ ბიზნეს პროცესებს, რა საოპერაციო ხარჯები არის ბიზნესში, რა პრობლემები აქვს ბიზნესს, რომ დავახმაროთ ბიზნესს, რომ მაქსიმალურად ოპტიმიზაცია შეძლონ საოპერაციო ხარჯების, რაც შედეგობრივად აისახება სამხმარო ფასებზე, კლების დინამიკაზე. ევროკავშირის სქემების საქართველოზე პოლიტიკური გავლენის მოსახდენად მმართველი გუნდი ყალბუცხო ორგანიზაციებზე და იმ გზებზე საუბრობს, რომელთაც ევროკავშირი მისგან მართული NGO-ებისთვის კანონის გვერდისავლით ფულის მიწოდებას ცდილობს. პარლამენტის თავმჯდომარემ გამოაქვეყნა ფოტომასალა და დოკუმენტაცია, რომლის მიხედვითაც ქართული არასამთავრობოები და ონლაინ გამოცემები, მათ შორის ეკა გიგაურის და ნინო ლომჯარიას ორგანიზაციების ესტონური ოფისები ესტონურ მისამართებზე დანგრეულ შენობებშია რეგისტრირებული. ის ფაქტი, რომ ეს ეგრეთ წოდებული არასამთავრობო ორგანიზაციები რეგისტრირდებიან ესტონეთში, ზოგი როგორც ნახეთ, მისამართი აქვს რკინიგზა, ზოგს რაღაცა გაურკვეველი ქოხი, არის ეს შემთხვევა, როდესაც რამდენიმე ორგანიზაცია ერთი და იგივე მისამართზე არის რეგისტრირებული, ისინი არ ემსახურებიან საქართველოში არც არავის ადვოკატირებას, არც უფლებების დაცვას, არამედ მათი კონკრეტული მიზანი არის, რომ კანონის გვერდის ავლით ანტიქართული და ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობა ახორციელონ ჩვენს ქვეყანაში. ამას დამატებით ცხადია, ჩდება კითხვის ნიშნები, რომ ეს ხომ არ არის ფულის გათეთრების ერთგვარი სქემაც. გვერდის ავლა რის განცადეს, კაცო, ეს ხალხი მუშაობს საქართველოში, რაც შეეხება ხა კონკრეტულად ესტონეთში დარეგისტრირებული ამ დეტალებზეც ინფორმაციას არ ვფლობ. საბოლოო ჯამში ამ ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოებაში, თავისუფალ მედიაში, ოპოზიციურ პარტიაში და ზოგადად განსხვავებული აზრის ნებისმიერი ორგანიზების ფორმით გამოხატვაში ხელს უშლის ხელისუფლება. ამ ორგანიზაციების მუშაობა და ზოგადად სამოქალაქო საზოგადოება რო არსებობდეს ქვეყანაში, თავისუფალი მედია რო არსებობდეს ქვეყანაში, არის კარგი, არანაირი კანონდარღვევა ამ ხალხის მხრიდან დარწმუნებული ვარ, ადგილი არ ექნებოდა.
არ შეიძლება რომ ფული სახელმწიფოში პოლიტიკაში მით უმეტეს იხარჯებოდეს ისე რომ არ ვიცოდეთ ეს ფული საიდან, რატომ და როგორ. თქვენს რომ ჩვენ ამ სახელმწიფოსთან ღია გამჭვირვალე თანამშრომლობა არ გვექნება. და ბოლოს ევროკომისარმა გამოგვიცხადა რომ არა ესეთი გამჭვირვალობა ჩვენთვის მიუღებელია ეგ თქვა და განაცხადა რომ ჩვენ ვეძებთ გზებს როგორ ავუაროთ აი ელემენტარულ გამჭვირვალობის მოცემულობას და პირობებს და მოძებნეს გზა ესტონეთში მართლა რაღაცა ხუხულა შენობა სადაც დაარეგისტრირეს არასამთავრობო ორგანიზაციები ეს არის სახე აი ეს შენობა არის სიმბოლური სახე ამ ყველაფრისა შავი ფულის მოძრაობისა ამიტომ სახელმწიფო დღეს აკეთებს იმას რომ ეს შავი ფული არ იყოს ამ ქვეყანაში პოლიტიკაში გამოყენებული პარლამენტის თავმჯდომარემ ფოტომასალა და დოკუმენტაცია სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. ყალბი ესტონური NGO-ები, ყალბი ესტონური მედიები, ერთ ყალბ ესტონურ მისამართზე. რა ღირებულებებზე უნდა ვესაუბროთ ბრიუსელს, როდესაც საქმე საერთაშორისო თაღლითური სქემების შექმნასთან გვაქვს. დაწერა შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში. რაზეც საუბრობდა ევროკომისარი ქალბატონი კოსი, და ეს არის ზუსტად ის გზები, რასაც ეძებენ, ზოგი აქამდე ნაპოვნი ქონდა, ზოგს ახალ სქემებს ალაგებენ. ეს არის საერთაშორისო თაღლითური სქემა საქართველოს კანონმდებლობის გვერდის ავლით, საქართველოში პოლიტიკის დაფინანსების და საქართველოს შიდა და საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე გავლენის მოხდენის და ხედავთ ჩვენ თუ როგორ არის ამაში ჩართული ევროპის სხვადასხვა სტრუქტურები და როგორ ხდება ამ ყველაფრის ხელშეწყობა. ერთ მისამართზე, ერთ-ერთ, რა ვიცი, ხუხულაში, სადაც ფაქტია, რომ იქ არანაირი ოფისი არ არის, ჩვეულებრივად ყალბი NGO-ები რეგისტრირდება, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს ესტონეთში არაკომერციულ საქმიანობასთან და ერთადერთი ამ ყალბი NGO-ების დანიშნულება არის იყვნენ ფულის გამტარი საქართველოს კანონმდებლობის გვერდის ავლით. უცხოურ ფულს ქართულ პოლიტიკაში არაფერი ესაქმება. მნიშვნელობა არ აქვს წარმომავლობას. ეს იქნება რუსული ფული, ეს იქნება გერმანული ფული, ეს იქნება ფრანგული ფული, ესტონური თუ ჰოლანდიური თუ ევროკავშირული. ახლა მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენ გავიგოთ თავად ევროკავშირისგან, მისი საელჩოსგან და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოებისგან გვაინტერესებს აფინანსებდნენ თუ არა ამ თაღლითურ სქემას ევროპული ფულით. მათ ეს ქვეყანა მიაჩნიათ რაღაც ქვემდებარებულ მეორე ხარისხოვან სახელმწიფოდ, რომელშიც უნდა შემოვიდნენ და რაღაც მისიონერებივით აქ უნდა ძალად თავს მოგვახვიონ თავისი აზრები, არც უკითხონ და ფული ისე უნდა ხარჯონ საქართველოში და კიდევ ერთხელ ეს არის სამწუხარო პროცესი და სწორედ ამის გამოძახილი იყო ის კანონპროექტები, რომელიც დაინიცირებული არის. ეს ერთი სქემა იყო მხოლოდ, როცა უცხოეთში რეგისტრირდებოდა ყალბი ორგანიზაციები, როგორც ფულის გამტარი ორგანიზაციები, აქ რა თქმა უნდა კითხვები ისმის, რომ ხომ არ ხდებოდა ფულის გათეთრება, ხომ არ ხდებოდა გადასახადების დამალვა, ხომ არ ხდებოდა შავი ფულის ტრიალი და მეორე სქემა. კიდე უცხოური ამ შემთხვევაში არა ყალბი, არამედ ნამდვილი უცხოური ორგანიზაციების, ფონდების, დონორული ორგანიზაციების საქართველოში არსებული წარმომადგენლობების გამოყენება იმისთვის, რომ ისინი მათ პირდაპირ ხარჯონ პოლიტიკური ფული. კერძოდ იმ გზით, რომ გრანტის ხელშეკრულებებს სხვა სათაურები დაარქვან და არ ვიცი რატომაც შტერები გონიათ, მე მგონი ქართული ხალხი შტერი გონიათ, რომ ამას ვერ ხედავთ და ვერ ხვდებით. მეორე, რომ თავად პირდაპირ დადონ ხელშეკრულებები ფიზიკურ პირებთან და ნაცვლად იმისა, რომ მისცენ გრანტი ორგანიზაციას, მათ 20-ვე თანამშრომელს დაუდონ ხელშეკრულებები და ამით შენიღბონ გრანტი და ამაში კიდევ ერთხელ ამბობ, წარმოუდგენელია, რომ ამას აკეთებენ ევროპული დონორი ორგანიზაციები, რომლებიც ღირებულებებზე საუბრობენ, აქვს პოლიტიკური მიზანი და ამ პოლიტიკური მიზნისთვის მზად არიან წავიდნენ კანონის დარღვევაზე, ქართული ხალხის უპატივცემულობაზე, ოღონდ საკუთარ პოლიტიკურ მიზანს მიაღწიონ და ეს მიზანი რაც არის ვიცით. ეს არის ქართული ხალხის ნების საწინააღმდეგოდ მათი მარიონეტების დასმა ხელისუფლებაში. ზიზღის იძულული ძალადობა და როგორც ახლა ირკვევა დაფინანსების თაღლითური სქემების აირად აქციეს დღეს პროევროპულობა წერს სოციალურ ქსელში პარლამენტის თავმჯდომარე. ესტონური სქემების გარდა სპიკერი აქცენტს აკეთებს ევროკავშირის მხრიდან რადიკალური ჯგუფების მხარდაჭერაზეც. კიდევ ერთხელ ვაქვეყნებთ ჩემ მიერ შარშან მაისში ევროკავშირის ელჩისთვის გაგზავნილ წერილს, სადაც მხოლოდ ერთ რამეს ვთხოვდი. საჯარო დაეგმო ევროკავშირის მიერ დაფინანსებული და მხარდაჭერილი პირების ძალადობა, ზიზღი და სიძულული. პასუხად სიჩუმე და 4 ოქტომბრის ხელისუფლების დამხობის მცდელობის მხარდაჭერა მივიღეთ, წერს სპიკერი.
ეს არის გამიზნული პოლიტიკა საქართველოში ძალადობისთვის სულის ჩადგმის. კატასტროფა, რომ ბრიუსელის ბრიფინგების ოთახში მოვისმინეთ ჩვენ ნეპალის სცენარის მხარდაჭერა. ამაზე უარესი რა უნდა დაემართოს ბრიუსელს, რომ აღიაროს, რომ ცივილიზაციურ უფსკრუში მიაქანებს ევროკავშირს. მარტივი კითხვა არის ევროკავშირის და მისი ელჩის მიმართ. რატომ ერთხელ მაინც რატომ არ დაგმო მაგალითად მარიამ ლაშზე მის მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად თავდასხმა რატომ არ გმობს ცალსახად და პირდაპირ საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე შტურმს თან მაშინ როდესაც ამ შტურმში და ამ მთლიან პროცესში იყვნენ ჩართული ადამიანები რომელიც მხარდაჭერილი და მათ შორის დაფინანსებული არიან ევროკავშირის ბიუჯეტიდან და პასუხი მარტივი არის. იმ მომენტში, როგორც კი ევროკავშირის ელჩი ითქვის, რომ პრეზიდენტის სასახლეზე ძალადობრივი შტურმი არის მიუღებელი, იმ მომენტში ის ადამიანები, რომლებიც ამას ევროკავშირის დროშით აკეთებენ, მათ გამოაცლის ბრიუსელის ლეგიტიმაციას. ლეგიტიმაციას აძლევს ბრიუსელი, რომ შეუძლიათ ევროკავშირის დროშით იძალადონ. და მათ შორის თქვენ გახსოვთ ძალადობის სცენები ევროკავშირის დროშით, ფოტოები, რომლებიც საჩვენებლად აქვს გამოტანილი ხანდახან ევროკავშირის სხვადასხვა სტრუქტურებს, როგორც მისაბაძი მაგალითი. პროკურატურა სააპელაციო წესით გაასაჩირებს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც ჯგუფური ძალადობის ფაქტზე ბრალდებულ ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს გირაო შეუფარდა. გამოძიების ინფორმაციით ბრალდებულმა ორ პირთან ერთად ურთიერთშელაპარაკებისას ჯგუფურად ფიზიკურად იძალა პოლიციის თანამშრომელზე, რომელიც იმ დროისთვის არ ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. პროკურატურა პატიმრობას ითხოვდა, რაც სასამართლომ არ გაიზიარა. გამოძიებით დადგინდა, რომ 27 იანვარს ოზურგეთში ერთ-ერთ რესტორანში ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ორ პირთან ერთად ურთიერთშელაპარაკებისას ჯგუფურად ფიზიკურად იძალა პოლიციის თანამშრომელზე, რომელიც იმ დროისთვის არ ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას. სამართალდამცველებმა ბრალდებული მალევე დააკავეს. მას ბრალდება ძალადობა ჩადენილი ჯგუფურად წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება ითხოვდა, რაც სასამართლომ არ გაიზიარა და ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით საპატიმრო გირაო 30,000 ლარის ოდენობით შეუფარდა. პროკურატურა აღნიშნულ გადაწყვეტილებას ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოში კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო დანაშაულის გახსნის სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს. უწყების ინფორმაციით რეგისტრირებული დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი უპრეცედენტოდ მაღალ ნიშნულზეა და 70% შეადგენს. მნიშვნელოვნად არის გაზრდილი მათ შორის ნარკოდანაშაულის გამოვლენის მაჩვენებელი. შემცირებულია სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების რაოდენობა. შემცირებულია ბინიდან ქურდობის, ყაჩაღობის, გამოძალვის და თაღლითობის ფაქტები. 2025 წელს დარეგისტრირდა 54,124 დანაშაული, რაც შარშანდელთან შედარებით 8,32%-ით მომატებულია. გაზრდილია ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებული დანაშაულების გამოვლენა. გახსნილი დანაშაულის მაჩვენებელში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას. უნდა აღინიშნოს, რომ გასულ წელთან შედარებით 87%-ით არის გაზრდილი ნარკოდანაშაულის გამოვლენის მაჩვენებელი. 7,200-მდე პირი მიეცა ნარკოტიკული დანაშაულისთვის სისხლისამართლებრივ პასუხისმგებაში, საიდანაც 2,300-მდე პირი იყო ნარკოტიკების გავრცელებაში ჩართული. უნდა აღინიშნოს, რომ მნიშვნელოვანი დადაფიქსირდა ისეთი ტიპის დანაშაულის გამოვლენის კუთხით, როგორიც არის მაგალითად ორგანიზებული დანაშაული, ასევე შემცირებულია ბინიდან ქურდობის, ყაჩაღობის და სხვა ძალადობრივი დანაშაულის მაჩვენებელი. საერთო ჯამში უნდა აღინიშნოს, რომ 2024 წელთან შედარებით 2025 წელს მცირედი ზრდა დაფიქსირდა დანაშაულის საერთო რაოდენობის, რაც გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ გაზრდილია ნარკოდანაშაულის გამოვლენის მაჩვენებელი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია საგზაო უსაფრთხოების განმტკიცება და უნდა აღინიშნოს, რომ ამ მიზნით საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი 24 საათიან რეჟიმში ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს ვიდეო მეთვალყურეობას, რაც უზრუნველყოფს როგორც საგზაო, ასევე საზოგადოებრივი უსაფრთხოების განმტკიცებას. აღსანიშნავი არის, რომ 2025 წელს კიდევ უფრო განვითარდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ვიდეო სამეთვალყურეო სისტემა და დღეის მდგომარეობით სისტემაში ჩართული არის 9,000 სხვადასხვა ტიპის ვიდეო კამერა. მოეწყო დამატებით 658 საშუალო სიჩქარის კონტროლის სექცია და დღეის
მდგომარეობით უკვე ქვეყნის მასშტაბით კონტროლდება 2327 კილომეტრი საავტომობილო გზა. სამაგრელოს პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავა. ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი, მათ შორის მეთადონი და პრეგაბალინი. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. ქვეყნის სტაბილურ მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე მშპ-ს ზრდაზე შედარებით დაბალ სახელმწიფო ვალსა და მაღალ საერთაშორისო რეზერვებზე საუბრობს საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელი საქართველოში. ბიზნეს ინსაიდერთან ინტერვიუში ენდრიუ ჯუველი აცხადებს, რომ საქართველოს მიერ ევროობლიგაციების წარმატებით გამოშვება ლონდონის საფონდო ბირჟაზე. საერთაშორისო ინვესტორების მაღალი მოთხოვნა, რაც ბაზარზე შეთავაზებულ ოდენობას 5.5-ჯერ აღემატება, მიუთითებს სწორედ ამ ფაქტორებზე და ნდობაზე საქართველოს ეკონომიკის მიმართ. გარესმკრთი განვითარების მიზნების ინდიკატორის მიხედვით საქართველოში უმუშევრობის მაჩვენებელი ერთნიშნიან დონემდე გაუმჯობესდა და ახალ ისტორიულ მინიმუმზეა. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ უმუშევრობის გლობალური მაჩვენებლები განაახლა. კვლევა სამუშაო ძალის გამოკითხვას ეფუძნება. განახლებული შეფასებით 2022 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე 10.2%-მდე გაუმჯობესდა, 2023 წელს 9.6% გახდა, 2024 წლიდან კი 8%-ს გაუთანაბრდა. ირკვევა, რომ 21 საუკუნეში საქართველოში უმუშევრობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2012 წლებში იყო და 20%-ს შეადგენდა. თუ ნახავთ 2012 წელს, მასთან შედარებით 2-ჯერ და მეტჯერ არის დასაქმება გაზრდილი საქართველოში და მასთან შედარებით 2-ჯერ და მეტჯერ არის შემცირებული უმუშევრობა საქართველოში. ვფიქრობ, ეს არის შედეგი იმ წყობრი ნაბიჯებისა, რომელიც მთელი ამ უკანასკნელი 10 წლეულის მანძილზე გატარდა საქართველოში. აქტიური დასაქმების პოლიტიკა არის საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი საარჩევნო დაპირება, რომელსაც იგი წლიდან წლამდე ძალიან მეთოდურად ასრულებს. ჩვენ უახლოვდებით უმუშევრობის მინიმიზაციას და მიზნის შესრულებას, რომ უმუშევრობა იყოს 4% დონეზე, 5% დონეზე. ქვეყანაში ეს რამდენიმე წელიწადში აუცილებლად მოხდება, რაც შეეხება ანალიზ წლების მიხედვით, აღმოჩნდა, რომ ყველაზე მაღალი მაჩვენებელი საქართველოს უმუშევრობისა იყო 2010-2012 წლებში, დაახლოებით 20%-ის დონეზე და 2.5-ჯერ არის შემცირებული ეს მაჩვენებელი დღევანდელი მდგომარეობით. საქართველო აგრძელებს გამორჩეულ განვითარებას, უმუშევრობის შემცირებას, დასაქმების და ეკონომიკური ტემპების მატებას. ბოლო წლების განმავლობაში უმუშევრობის შემცირების მნიშვნელოვანი ტენდენციები ფიქსირდება, კერძოდ 2024 წლის მაჩვენებლებით უმუშევრობა რეკორდულად დაბალ ნიშნულზეა. რა თქმა უნდა, უმუშევრობის შემცირებას ხელს უწყობს ის ეკონომიკური ტენდენციები, რომელიც საქართველოს ეკონომიკაში ფიქსირდება და ჩვენ აღნიშნულთან დაკავშირებით ხშირად ვსაუბრობთ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ უმუშევრობის შემცირების მიმართულებით არაერთი რეფორმა არის დაინიცირებული, რამაც საბოლოო ჯამში უნდა უზრუნველყოს შრომის ბაზრის ეფექტიანი ფუნქციონირება. ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება გამოაქვეყნა საქსტატმა 2025 წლის დეკემბერში. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 7.2% შეადგინა. 2025 წლის საშუალო რეალური ზრდა 7.5%-ით განისაზღვრა. ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს შემდეგმა დარგებმა, უპირველეს ყოვლისა აღსანიშნავია დამამუშავებელი მრეწველობა, შემდეგ ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორი, ასევე ტრანსპორტი და დასაწყობება და სასტუმროები და რესტორნები. დეკემბერში საქონლის ექსპორტი გაიზარდა 22.5%-ით, 8.8%-ით არის გაზრდილი იმპორტის მაჩვენებელი. წლიურ ჭრილში სახეზე გვაქვს ექსპორტის 11.2%-იანი ზრდა. დეკემბერში ქვეყანაში დარეგისტრირდა დაახლოებით 6100 ახალი საწარმო და აღნიშნული მაჩვენებელი 1.2%-ით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მონაცემებს. ფოთისა და ბაქოს ნავსადგურებს შორის სპეციალური ბლოკმატარებელი დაინიშნა, რაც ორ პორტს შორის ტვირთის ტრანზიტის დროს შეამცირებს. პირველი ბლოკმატარებელი ფოთის ტერმინალში შემოსვლასთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიება გაიმართა, რომელსაც საქართველოსა და აზერბაიჯანის რკინიგზების ხელმძღვანელები დაესვენ. მატარებელი რეგულარული გრაფიკით იმოძრავებს. რკინიგზაში აცხადებენ, რომ ინიციატივა ხელს შეუწყობს შუა დერეფანში საკონტეინერო ტვირთების უსაფრთხო და ეფექტიან გადაზიდვებს, რაც მარშრუტს უფრო მოთხოვნაც გახდის.
ჩვენ დავნიშნეთ ბლოკმატარებელი ფოთიდან ბაქოს მიმართულებით. ეს არის მნიშვნელოვანი სიახლე, გამომდინარე იქიდან, რომ ეს მოუტან საქართველოს რკინიგზას დამატებით კონტეინერებს, დამატებით მოცულობით ტვირთებს. შესაბამისად, როგორც ასევე ტვირთმფლობელებს და საკონტეინერო ხაზებიც არის მნიშვნელოვანი და მეტი კომფორტი მათთვის, იმიტომ რომ წინასწარ იქნება განსაზღვრული გრაფიკები, როდის გავა ფოთიდან და როდის ჩავა ბაქოში. ასევე ეს მნიშვნელოვნად შეამცირებს იმ დროს, რაც დღეს არსებული დრო არის ფოთიდან ბაქოს მიმართულებით და ეს ფაქტობრივად დაახლოებით გავანახევრებთ იმ დროს, რაც აქამდე ქონდა. ჩვენს ქართველ პარტნიორებთან ერთად ფოთიდან ბათუმის მიმართულებით პირველი საკონტეინერო მატარებელი გავუშვით. ამ ტიპის მატარებლები რეგულარულად იმოძრავებენ. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს ძალისხმევას ჩვენი კომპანიებისთვის ტვირთების გადაზიდვა სწრაფად, საიმედოდ და კონკურენტუნარიანად უზრუნველყოთ. დედაქალაქის ბიუჯეტი 296 მილიონი ლარით გაიზარდა. თბილისის საკრებულოს სხდომაზე 2026 წელს ბიუჯეტში დაგეგმილი ცვლილებები განიხილეს. ცვლილებების შედეგად თბილისის მთავარი საფინანსო დოკუმენტი ჯამში 2 მილიარდ 506 მილიონ ლარს შეადგენს. სხდომაზე ყურადღება გამახვილდა იმ მიმართულებებზე, სადაც დამატებითი თანხები განანაწილდება. საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე რამდენიმე საკითხი განიხილეს. ფრაქცია ხალხის ძალის თავმჯდომარე გამოვიდა ინიციატივით ლევან ღოღობერიძის ქუჩას სახელი გადაერქვას და წმინდა ამბროსი ხელაიას ქუჩა ეწოდეს. უმთავრესი საკითხი ხამადღელის სხდომის არის ბიუჯეტის 2 მილიარდ ნახევრამდე ზრდა. ეს არის უპრეცედენტო მოვლენა თბილისის ისტორიაში. ამხელა შემოსავლები და ამხელა ბიუჯეტი პირველად დაფიქსირდა წელს, რაც ნიშნავს იმას, რომ ქალაქს ექნება მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი, მეტი სკვერი, მეტი პარკი და ბევრი სხვა სიკეთე. თბილისში არ გვაქვს ქუჩა, რომელიც ატარებს საქართველოს ეროვნული გმირის, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ამბროსი ხელაიას ქუჩას. თუმცა კომიკური სიტუაცია, როდესაც გვაქვს ზემოფონჯელაში ქუჩა, რომელიც ატარებს ლევან ღოღობერიძის სახელს. ვინც არ იცის, აუცილებლად უნდა გაიგოს, რომ ეს ადამიანი არის საქართველოში ბოლშევიკური რეჟიმის ერთ-ერთი აქტიური სახე. ის არის არაერთი სისხლიანი დარბევებისა და წამების, ასევე ადამიანების დახოცვის ერთ-ერთი თანაავტორი. ჩვენ ხალხის ძალამ ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ აუცილებლად უნდა გადაერქვას სახელი ლევან ღოღობერიძის ქუჩას და ერქვას უამრავი ეროვნული გმირი ყავს და რომელიმე მათგანის სახელი 2026 წელს ბოლოს ბათუმს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფარი ექნება. ინფრასტრუქტურული პროექტის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სხდომაზე ისაუბრა. მისივე განცხადებით, რეგიონში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებთან ერთად ციტრუსის სეზონიც მნიშვნელოვანი შებერხებების გარეშე წარიმართა. სხდომაზე ყურადღება გამახვილდა ტურიზმზეც, აღინიშნა, რომ ზამთრის კურორტებზე სეზონი აქტიურ ფაზაშია. 2026 წლის ბოლოს ჩვენ უკვე გვექნება ბათუმში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფარი, რაც ყველას მოგვიხსენება, რომ დღევანდელი საზოგადოებისთვის ძალიან დიდი გამოწვევა. დადებით დინამიკა გვაქვს ვიზიტორების მიმართულებით, ასევე დადებით დინამიკა გვაქვს სასტუმრო ინფრასტრუქტურის განვითარების თვალსაზრისით, მათ შორის საოჯახო ტიპის სასტუმროების მიმართულებით. ახლა მივიღე გადაწყვეტილება, რომ 100 წლის და კიდევ მეტი ჩვენი მოქალაქეებისთვის, მეტი ასაკის მოქალაქეებისთვის ერთშერადი მატერიალური დახმარება გავზარდოთ 5000 ლარამდე და 2026 წელს შესაბამისად ჩვენი მოქალაქეები უკვე მიიღებენ მატერიალურ დახმარებას. სტუდენტების ნაწილმა თბილისის სახელმწიფო და ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანება გააპროტესტა. მათ პირველი კორპუსიდან მსვლელობით ტექნიკური უნივერსიტეტისკენ გადაინაცვლეს. ისინი უნივერსიტეტის ავტონომიას ჩარევაზე საუბრობენ, თუმცა ჟურნალისტების კითხვებზე კონკრეტულად რას აპროტესტებენ, რატომ არის მათთვის მიუღებელი სასწავლო დაწესებულების შეწყმა და გამსხვილება, ასევე ხარისხის გაუმჯობესება, პასუხები არ აქვთ. ასევე საჭიროებს თუ არა არსებული პირობები გაუმჯობესებას და ხედავენ თუ არა რეფორმის საჭიროებას. სტუ არის ჩვენი უნივერსიტეტი, ჩვენი მშობლიური უნივერსიტეტი და ჩვენ ვეწინააღმდეგებით იმას, რომ რომელიმე სხვა სახელმწიფო უნივერსიტეტი შეგვაერთონ. ხდება გაერთიანება, შერწყმა ხდება სხვა უნივერსიტეტთან. სტუს სახელი ქრება, ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ სტუ აღარ არსებობს. არსებული განათლება და ის ხარისხი, რომელიც არის დღეს წარმოდგენილი. არის თუ არა საჭირო, რომ რეფორმა ჩატარდეს ამ მიმართულებით? შესაძლოა ის, რომ რეფორმა იყოს საჭირო, მაგრამ ვფიქრობ, არ არის აუცილებელი, რომ სტუ გაუქმდეს და აღარ არსებობდეს. ის თავისუფალი არეალი, რომელიც არის უნივერსიტეტი, შემცირდება. თითოეული სტუდენტისთვის, მათ შორის, რა თქმა უნდა, შემცირდება ვაკანტური ადგილების სტუდენტებისთვის. ის განათლება, რაც გვაქვს, ის ხარისხი, რაც არის, თქვენი აზრით, რეფორმას არ საჭიროებს? რა თქმა უნდა, საჭირო არის განათლების რეფორმა, ოღონდ ისეთი არა, რომელსაც თავისუფლებს ქართული ოცნება, რომელიც არის რა დეფორმა. თავის შინაარსს კარგავს
ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის და ეს უნივერსიტეტი ხო საერთოდ ფინანსების გაერთიანება ამ შემთხვევაში მაგალითად რესურსის გაერთიანება იმ პროფესორ მასწავლებლების კოლექტივის საჭიროებაზე მესაუბრე მაშინ საჭიროებას რეფორმა რო საჭირო არის ამ ქვეყანაში განათლების რეფორმა რო საჭირო არის მაგაზე არასდროს არ დავუდოთ პირიქით ამ წლების განმავლობაში მაგას ვიძახით როგორც მივხვდი განათლების სისტემაში რეფორმა აუცილებელია ამაშენ ხედავ რომ აუცილებელია პრობლემა არის ის რომ ამ რეფორმას ეს ხელისუფლება ახორციელებს ჩვენ გვინდოდაო რეფორმაო და როდესაც დაიწყეს რეფორმა უნდა ადეკვატური ნაბიჯების გადადგმა უმაღლესი განათლების რეფორმის დოკუმენტში შენ ვერ იპოვე ვერც ერთი არგუმენტი რომელიც კვეთრად გეუბნება რომ ამ სისტემაში რეფორმა არის საჭირო შენ მითხარი ახლა რომ ეს მხოლოდ კონკრეტულ მიზანს ემსახურება რატომ არ დგას ტექნიკური უნივერსიტეტის ყველა პროფესორ ასისტენტი ამ ტერიტორიაზე თუ ეს ასეთი ცუდია აღარ მესმის განათლების მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ კრიტიკას განათლების რეფორმის წინააღმდეგ ხშირად პოლიტიკური სარჩული აქვს. ხშირად განცხადებები ისმის იმ პირების მხრიდან, რომლებსაც არ აქვთ არც ინფორმაცია პროცესების შესახებ და არც შეხება უნივერსიტეტებთან. განათლების სამინისტრო სისტემის გრძელვადიან განვითარებაზე და ცვლილებების აუცილებლობაზე საუბრობს. ორი უნივერსიტეტის ბაზაზე შექმნილი ერთი სახელმწიფო უნივერსიტეტი რეგიონის აკადემიური და სამეცნიერო განვითარების წამყვანი ცენტრი უნდა გახდეს. რეფორმა არ აისახება სტუდენტებისა და პროფესორ მასწავლებლების რაოდენობის შემცირებაზე. სამწუხაროდ დიდი ნაწილი პოლიტიზებულია, ხშირად საუბრობენ ადამიანები, რომლებიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი შეიძლება მხოლოდ სააკაძის გამზირიდან აქვს დანახული და შიგნით ფიზიკურად არ არიან ნამყოფი. რა თქმა უნდა, ეს არ ეხება იმ აკადემიურ პერსონალს, რომელმაც მთელი ცხოვრება იქ გაატარა და დიდი პატივისცემა მინდა გამოვხატო მათ მიმართ. მე გარწმუნებთ, რომ მათი უფლებები ყველანაირად იქნება დაცული. ჩვენ ვართ ციფრულ ეპოქაში, მინდა რომ ძალიან სწორად იქნა სახქმული. დღეს უზარმაზარი გამოწვევები აქვს ყველაზე მაღალ რეიტინგულ მსოფლიო უნივერსიტეტებსაც. შესაბამისად, თუ ჩვენ ამ გამოწვევებს საქართველოში შესაბამისად არ უპასუხეთ, ჩვენ მივიღებთ უბრალოდ არა დიპლომის მქონე სტუდენტებს, არამედ ქაღალდის მქონე სტუდენტებს, რომლებსაც შესაბამისი არც დასაქმება და არც შესაბამისი პროფესიონალიზმი არ აქვს. ჩვენ ამას ვერ დაუშვებთ, რა თქმა უნდა, შესაბამისად, ჩვენი ამოცანაა, რომ ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ ხარისხის ზრდა იყოს მკვეთრად და შესაბამისად სამწუხაროდ ფიქრობთ იმას, რომ არის გარკვეული ტიპის რაციონალური გადაწყვეტილებები, რომელიც ემოციურ დონეზე შეიძლება იყოს მტკივნეული. Greenpeace ფრანცმა გამოაქვეყნა საგამოძიებო ანგარიში, რომელშიც საფრანგეთის მთავრობა ორმაგ თამაში ადანაშაულებს. მიუხედავად უკრაინის პოლიტიკური მხარდაჭერისა, საფრანგეთი კვლავ ინარჩუნებს მჭიდრო და გაუმჭვირვალე კავშირებს რუსულ ბირთვულ გიგანტ როსატომთან. ფრანგული კომპანიები განაგრძობენ ურანის იმპორტს რუსეთიდან და სრულად არიან დამოკიდებულნი მასზე გადამუშავებული ურანის მართვის პროცესში. ეს მაშინ, როდესაც როსატომი უშუალოდ მონაწილეობს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის უკანონო მითვისებასა და სამხედრო დანაშაულებში, წერია საერთაშორისო ბუნების დამცველი ორგანიზაციის საგამოძიებო ანგარიში. ტრამპი ამბობს, რომ მისი თხოვნით პუტინი ერთი კვირის განმავლობაში კიევს არ დაარტყამს. კრემლში აცხადებენ, რომ რუსეთის პრეზიდენტი თხოვნას დაეთანხმა. პესკოვის განმარტებით, 1 თებერვალამდე უკრაინის დედაქალაქზე შეტევა შეწყდება. შუამავლობისთვის ტრამპს მადლობა გადაუხადა უკრაინის პრეზიდენტმა. რუსეთის თავდასხმის სამიზნე გახდა ზაპოროჟიეს ოლქი და ზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. მიმდინარეობს სახანძრო სამაშველო ოპერაცია. უკრაინისთვის კვლავ გამოწვევად რჩება ენერგოკრიზისი, ქვეყნის უმეტეს რეგიონში მოსახლეობა ელექტროენერგიის და გათბობის გარეშეა დარჩენილი, ტემპერატურა კი -20-ია. ტრამპი ირანს დარტყმებით ემუქრება. შტატების პრეზიდენტი აცხადებს, რომ ქვეყნის საზღვრებთან ამერიკის ორი ფლოტილია განთავსდა. თუ თეირანი არ დათანხმდება ბირთვულ შეთანხმებას და დაკავებული დემონსტრანტებს სიკვდილით დასჯის, ამერიკა დარტყმებს დაიწყებს. ირანი აცხადებს, რომ მოლაპარაკებებისთვის მზადაა, თუმცა აგრესიას პასუხს გასცემს. CNN-ის მონაცემებით, თეთრი სახლი თეირანზე ზეწოლის რამდენიმე ვარიანტს განეხილავს, მათ შორის იერიშებს ქვეყნის ხელმძღვანელობაზე და ძალოვანი უწყებების არომადგენლებზე. ასევე ბირთვულ ობიექტებსა და სახელმწიფო უწყებებზე. ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი ევროკავშირმა ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა. გადაწყვეტილება ბრიუსელში ბლოკის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მიიღეს. ევროკავშირის საბჭოს ოფიციალურ განცხადებაში წერია, რომ ეს არის პასუხი საპროტესტო გამოსვლების სასტიკ ჩახშობაზე და უკრაინაში რუსეთის ომის მხარდაჭერაზე. ორგანიზაციებს სანქციები დაუწესდათ, ეს გულისხმობს აქტივების გაყინვას და აკრძალვას მოგზაურობაზე. ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებს ამერიკა, კანადა და ავსტრალია.
მეხანძრეების პროტესტი საფრანგეთში ლილში ასობით მეხანძრე მაშველი რესურსების ნაკლებობას და ცუდ სამუშაო პირობებს აპროტესტებს. მედიის ცნობით, აქციის დროს გადაიკეტა ქალაქის ცენტრალური გზა, ცეცხლი წაუკიდეს საბურავებს და ნაგვის ურნებს. დემონსტრაცია აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებებში გადაიზარდა. უყურებთ კურიერს 6 საათზე რეკლამის შემდეგ პირდაპირ ეთერში ბრუნდებით. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის უწყებებში 100-მდე პროგრამა ამოქმედა. აქცენტი კეთდება არაერთ მიმართულებაზე, მათ შორის ეს არის ჯანდაცვა, განათლება, კულტურა, ეკონომიკა, სოფლის მეურნეობის განვითარება და ინფრასტრუქტურა. დღევანდელ მთავრობის ხდომაზე ჩვენ ვამტკიცებთ პროგრამებს, რომელიც 2026 წლის განმავლობაში ეტაპობრივად ამოქმედება. საუბარია ყველა მიმართულებით იმ პროგრამებზე, რომელსაც ჩვენ განვახორციელებთ წლის განმავლობაში. ეს არის ჯანდაცვის მიმართულება, განათლება, კულტურა, ახალგაზრდობა, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, ნდობის აღდგენა და შერიგება და სოფლის მეურნეობის მიმართულება, ყველა ის მიმართულებები, რომელიც ჩვენი კომპეტენცია და მანდატია. აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროგრამები ამოქმედდა. პროგრამული ბიუჯეტის მნიშვნელოვან ზრდამ შესაძლებლობა მოგცა არსებული ქვეპროგრამის ფარგლებში თითქმის ყველა მიმართულებით დაფინანსების ლიმიტები გაგვეზარდა. საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში გაიმართა საქართველოს სპორტსმენების გაცილების ცერემონია ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე, რომელიც 6 და 22 თებერვალს იტალიაში მილანში გაიმართება. ოლიმპიურ თამაშებში საქართველოსთან სპორტის ორ სახეობაში 8 სპორტსმენი ასპარეზობს. გახსნის ცერემონიის მთავარი ღონისძიება გაიმართება 6 თებერვალს მილანის სან-სიროს ოლიმპიურ სტადიონზე. თქვენ იცით რომ 6-22 თებერვალს გაიმართება ოლიმპიური თამაშები. თქვენ იცით რომ ფიგურულ სრიალში სრული გუნდი არის მონაწილეობას, გუნდური შეჯიბრება 10 გუნდს შედგება და 10 გუნდი შეჯიბრება ერთმანეთს. ეს ძალიან დიდი მიღწევა, თორემ გუნდში მოხდე და 10 გუნდში საუკეთესო გუნდებში მიიღო მონაწილეობა. და რა თქმა უნდა ფიგურულ სრიალში არის ყველა იგივე დისციპლინები, ნებისმიერ დისციპლინაში შეუძლია რომ ნებისმიერ მედალი მოიპოვოს, რამე თუ საბავს გვაძლევს ის წარმატებები, რა წარმატებების მიაღწიეს ჩვენმა სპორტსმენებმა. საქართველოს ნაკრები არის უმაღლეს დონეზე მომზადებული, რაც სულ ცოტა ხნის წინ ევროპის ჩემპიონატზე ვფიქრობ, რომ შედეგები თვე დაფიქსირდა. ეხლა მთავარი არის რა თქმა უნდა ფსიქოლოგიური მდგრადობა, თუმცა ჩვენი გუნდი მზად არის ბრძოლისთვის და მხოლოდ უმაღლესი შედეგებისთვის ვეცდებით რომ გავახაროთ მთელი საქართველო. დღეს სხვა სიახლეებს გაიცანით ჩვენ ვებგვერდზე rustavy2.gi ან დაასკანერეთ QR კოდი და შემოგვიერთდით Facebook-ზე. დროებით.